ხამით საკრებულოსთან აქციაზე დაკავებული პირები გადაყვანილი არიან ამ დროისთვის სხვადასხვა მოთავსების წინასწარი დაკავების იზოლატორებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საკრებულოს მიმდინარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა ჯამში 10 პირი აიყვანეს. თავდაპირველად დააკავეს აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც ხელში ბანერი ეკავა ქართული ცნობის დამფუძნების მიმართ უცენზურო სიტყვებით. საკრებულოსთან მალევე თოშხუას მხარდამჭერები მივიდნენ, ასევე შეურაცხყოფელი ბანერებით. პოლიციამ ისინიც დააკავა. აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმანხული გნობას და სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. გუშინდელი დაკავებები პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. როდესაც გამოდიხარ და შეურაცხყოფებს აყენებ სხვა ადამიანს, ლახავ მის უფლებას და ყვეთავ იმ ზღვარს, რომელიც არის წითელი ხაზი და რომლის შემდეგაც აუცილებლად იქნება კანონისმიერი რეაგირება, რა თქმა უნდა, მზად ხარ ალბათ, რომ მიიღო შესაბამისი საპასუხო რეაქცია. თუმცა ალბათ ესეც ხდება პროვოკაციულად იმისთვის, რომ თითქოს უცხოურ მედიაში გაასახონ, რომ აქციის მონაწილეებს, დემონსტრანტებს აკავებს პოლიცია, მაგრამ ამ დაკავებებს აქვს თავისი კანონიერი საფუძველი და ეს საფუძველი არის იმ სტანდარტის, რომელიც ნამდვილად მუშაობს ევროპაში. თუმცა როგორც ხედავთ, ჩვენს ოპონენტებს და ამ რადიკალებს ნამდვილად არ უნდათ არც ევროპული, არც დასავლური სტანდარტი და მათი ძირითადი დანიშნულება და мотиваცია არის ქაოსის შექმნა.